მღვდლის მსახურება. საკუთრივი მღვდლობა, ისევე როგორც მღვდლობის დანარჩენი ორი საფეხური, დიაკვნობა და ეპისკოპოსობა, ხელდასხმის საშუალებით მიეკუთვნება ქრისტიანს. საიდუმლო გარეგნულად აღესრულება თავზე ხელის დადებით, ანუ ხელდასხმით და შესაბამისი ლოცვებით. ამ დროს ღვთისგან ამემკვიდრალი მადლი სულისა წმინდისა უპირატესი ხელდასხმულის ეპისკოპოსისაგან გადადის ახალ ხელდასხმულზე მღვდელზე. ხელდასხმის მღვდლად კურთხევის შინაგანი მხარე კი ხელდასხმულზე გულისხმობს სულიწმინდის მადლის გარდამოსვლას, რომელიც მას სამღვდელო მსახურების უფლებას ანიჭებს. მღვდლის და დიაკნის ხელდასხმა იმთავითვე ეპისკოპოსის უფლება იყო. დღეს მართლმადიდებელ ეკლესიაში ხელდასხმა აღესრულება მას შემდეგ, რაც იგალობება ქერუბიმთა საგალობელი, ხოლო წმინდა წღვენის სამკვეთლოდან ტრაპეზზე გადაბრძანდება. ანუ წმინდა წღვენის კურთხევამდე, რათა ახლად ნაკურთხმა მღვდელმა წღვენის კურთხევაში მონაწილეობა შეძლოს. მღვდელს აქვს დიაკნის და დამატებით კიდევ მისი ხარისხის შესაბამისი შესამოსელი. მღვდლის სრულ საღვთისმსახურო შესამოსელს წარმოადგენს სტიქარი, ოლარი, საბუხრები, სარტყელი, ენქერი თუ მისი ტარების უფლებითაა დაჯილდოებული და ფილონი. მღვდლის კვართის სახელოები ბოლოში გაჭრილია და მათზე თასმებია მიკერებული. სახელოები ამ თასმებით იკვრება. ისინი მაცხოვრის ბორკილებს განასახიერებს. ოლარი მღვდელს კისერზე უკეთია. ის გავს გინგილას, მაგრამ მისი ორივე ბოლო მკერდზეა ჩამოშვებული და ადგილ-ადგილ ერთმანეთთან შეერთებული. ორმაგობა აღნიშნავს სულიწმინდის ორგვარ მადლს, რომელიც მღვდელს აქვს მინიჭებული საიდუმლოთა შესრულებისა და მორწმუნეთა წინამძღოლობის. ოლარის გარეშე მღვდელს არც ერთი მღვდელმოქმედების შესრულების უფლება არ აქვს. ამიტომ ის ყველა ღვთისმსახურებისა და მღვდელმოქმედების დროს აქვს შემოსილი. სულხასაბას განმარტებით ოლარს მღვდლის ყოლსაკიდი ჰქვია. სარტყელი კვართისა და ოლარის ზემოდან წელზეა შემორტყმული. ის მღვდლის მსახურებისთვის მზადყოფნასა და გულითაც სურვილს გამოხატავს. ასევე გვახსენებს არდაკს, რითაც მაცხოვარმა ფეხდბანის დროს მოწაფეებს ფეხები გაუმშრალა. ენქერით ეკლესიის მხურვალე მსახურებისთვის ჯილდოვდებიან არქიმანდრიტები, იღუმენები და დეკანოზები. ის წარმოადგენს რომბის ფორმის შესამოსელს და კეთდება მარჯვენა მხარეს წელის ჩანთის მსგავსად. ენქერის ოთხკუთხა ფორმა სიმბოლურად ოთხ თავს აღნიშნავს, ამიტომ ის სულიერი მახვილია. ფილონი მღვდლის ზედა საღვთისმსახურო შესამოსელია. მას სახელოები არ აქვს, მხოლოდ თავის გასაყოფი ადგილია ამოჭრილი. ფილონი მანტიას მოსასხამს აღნიშნავს, რომელიც მაცხოვარს გაკიცხვის დროს მოასხეს. ფილონი მღვდელს ახსენებს, რომ იგი კაცთათვის ვნებულ და ჯვარცმულ ქრისტეს განასახიერებს. მღვდელი ატარებს დიდი ზომის ჯვარს, რაც მოწმობს, რომ იესო ქრისტეს მსახურია. ჯვრის ჯაჭვი უკან ზურგზეც ეშვება. ასეთი ორბოლოიანი ჯაჭვი დაკარგული ცხრის სიმბოლოა, ანუ მოძღვრის ზრუნვისა მრევლზე, სულებზე და ჯვრისა, რომელიც ქრისტეს მხრებით მიჰქონდა. მღვდელი ყოველთვის ეპისკოპოსის წინამძღვრობით მოქმედებს და მის მორჩილებაშია. მას არ შეუძლია საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს. თუმცა მას აქვს უფლება შეასრულოს ნებისმიერი მღვდელმოქმედება გარდა ხელდასხმის საიდუმლოსი.